ეს გორში მდებარე მგალობლიშვილის ქუჩა, სადაც ადგილობრივების თქმით საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემა ეწყობა, თუმცა უკვე 5 თვეა ქუჩა გადათხრილია და გავლა თითქმის შეუძლებელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ 5 თვეა ეს ქუჩა ამ მდგომარეობაშია, აქ ეწყობა საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემები, თუმცა 5 თვეა, როგორც აღნიშნე უკვე, ეს პრობლემა მოუგვარებელია. ადგილობრივები იმასაც გვიყვებიან, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. 5 თვეა უკვე გადათხრილები ვართ. 5 თვეა იმ დღეს დავრეკე, 2 კვირის წინ დავრეკე ცხელხაზზე, მოვიდნენ, მერე რომ ვიჩხუბე და დავემუქრე, რომ ტელევიზიაში დავრეკავდი და უჩივლებდი, მერე მოვიდნენ, 1 კვირა იმუშავეს, იმის მერე აღარ მოსულან. და მერე თქვეს, რომ ახალი უფროსი დაუნიშნესო. და არ ვიცი, თუ ახალი დაუნიშნეს, უფრო უნდა მოსულიყვნენ, ხო? ხო და გუშინ წვიმა რომ მოვიდა, მანქანები ჩავარდა, რავი, ამოჰყავდათ ეს მანქანები, წყალი აიმღვრა სახში, მღვრიე წყალი მოდიოდა, არ ვიცი რატო, ალბათ კანალიზაცია ან ქვიშა შეერია და რა ვიცი, გაუსაძლისი აქ ცხოვრება. რატო ფერხდება მხოლოდ უფროსი? არ ვიცი, ცხელხაზზე არაფერს მეუნევიან, გადავცემთ, დღესაც დავრეკე. და რა ვიცი, იქნებ მოგვაქციოს ვინ. ეს რიგდება საკანალიზაციო სისტემა. საკანალიზაციო და წყალი დაიწყეს, მაგრამ როგორც დაიწყეს, ეგრე 1 კვირა კაციშვილი არ მოსულა. საკითხთან დაკავშირებით თრიალეთი გორის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს.